დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ერთი იდეა გამიჩნდა ასეთი. თუ საპატრიარქო ვაჭრობს თავისი ნათლულის ოჯახთან, მე რატომ არ უნდა ვივაჭრო? აქედან გამომდინარე, დავიწყე ვაჭრობა. არ ვიცელა, წიგნი არ ვიცელა. რომელშიც მოთხრობილია რუსეთ-უკრაინის ომი და სადაც შემოგთავაზეთ თუ როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი. აი, ნახეთ როგორ არის პირდაპირ რუსეთ-უკრაინის დროშის ფერებში არის გამოყვანილი წიგნი. წიგნი შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს და შემდეგ ამ გამოსავალს. მეგობრებო, იყიდეთ წიგნი ილია მეორის კურთხევით. წიგნი გამოცემულია ილია მეორის კურთხევით. შეიძინეთ წიგნი. ადრე ღირდა 5 ლარი, ეხლა ღირს 20 ლარი. სულ რაღაც ერთ თვეში ეღირება 50 ლარი. ამიტომ იჩქარეთ, შეიძინეთ წიგნი ილია მეორის კურთხევით. აი, საპატრიარქოს მივბაძე ახლა. მე რატო უნდა ვიქცეოდე სხვაგვარად? თუ საპატრიარქომ მასწავლეს ამგვარ რაღაცებს, მე ვიქცევი ზუსტად ისე. რა, ვისი ლოტოს კოჭი ვარ, წითელი კოჭი ვარ, რომ სხვაგვარად მოვიქცე რა. ახლა ქრისტეს ხო არ მივბაძო, კაცო. საპატრიარქო გვასწავლის, ილია მეორე გვასწავლის, ილია მეორე არის ჩვენი მამა და იმას უნდა მივბაძოთ. წიგნი, იყიდეთ წიგნი, არ ვიცელა. მართალია საბავშვო წიგნია, მაგრამ აქ მოთხრობილი არის რუსეთ-უკრაინის ომზე. აი ნახეთ, რა ლამაზი ილუსტრაციებით, არაჩვეულებრივი 27 გვერდიანი ილუსტრაციებით. ნახეთ, რუსეთ-უკრაინის ომის ამბავი. ხო, კარგი რაღაც მოვიფიქრე. ერთი სიტყვით მეგობრებო, თუ იმეს გაინტერესებთ, წიგნი არ ვიცელა, გამოვეცი 2021 წელს. 2021 წელს, ხო, უკვე რამდენი წელი გავიდა. მე ეს წიგნის სახში მაქვს, იმიტომ რომ ამ წიგნს არ ვყიდიდი მე. კი არ ვყიდიდი, შემოწირულობის თანხად ვიღებდი ამ წიგნის თანხას და ეკლესიას ვახმარდი. ამიტომ გამოვეცით ეს წიგნი და მაგრამ სამწუხაროდ მე ვინანე შემდეგ რომ ეს წიგნი გამოვეცი, იმიტომ რომ ჯობდა ის თანხა, რაც ამ წიგნის ინვესტიციაში ჩავდე, თვითონ იმ მშენებლობისთვის მომეხმარა და უფრო მომგებიანი იქნებოდა. ვიფიქრე, რომ ადამიანებს წიგნები აინტერესებთ, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტ შევეჯახე ისეთ ფაქტს, რომ ადამიანებს არც წიგნები აინტერესებთ, არც ბავშვების განათლება აინტერესებთ, არც აინტერესებთ ეკლესიის შეწირულობა გააკეთონ თავისი გადაწყვეტილებით და არა დადებული ფასით. ამ წიგნს ფასი არ აქვს. შემოწირულობას ვიღებდი, ვინ როგორ შემოწირულდა. გადაუხდიათ 1 ლარიც, 3 ლარიც, 200 ლარიც ერთ წიგნში, ყველაფერი მოსულა ამ წიგნში. მოკლედ, ერთი სიტყვით, ღვთისმიერ ხალხს, რომელსაც დაუნახავს ჩემი ღვაწლი, გადაუხდია თითო წიგნში 200 ლარი და ხალხს, რომელსაც ვერ დაუნახავს ჩემი ღვაწლი, არამც თუ იმიტომ კი არა რომ გაჭირების გამო 3 ლარი გადაუხდია, არამედ უბრალოდ ვერ დაუნახავს ღვაწლი და გადაუხდია 3 ლარი, ვერ დაუფასებია. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ეს წიგნი როგორც ჩანს, ღირს 3 ლარიდან 200 ლარამდე. რამდენიც გინდა იმდენი გადაიხადეთ. ილია მეორის კურთხევა მაქვს, მეგობრებო. მე ყოველთვის მაქვს ილია მეორის კურთხევა და საერთოდ ილია მეორის კურთხევა რო არ მქონდეს, ილია მეორეზე უფრო მაგარი კურთხევა მაქვს. მე სხვა კურთხევები მაქვს, რომელსაც ილია მეორის კურთხევა ვერ მიწოდება იქ. აქედან გამომდინარე, ეს წიგნი გამოიცა იმისათვის, რომ აშენებულიყო წმინდა გიორგის სალოცავი, რომელიც ასურეთში დგას, ხო, კი არა აშენებულიყო, ყოფილიყო დასრულებული და
დასრულებული და გალამაზებული, რომელსაც დღემდე ვარემონტებთ, მეგობრებო, დღემდე. აი ნახეთ, წიგნი იბეჭდება ასურეთის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავის სარესტავრაციო სამუშაოების ხელშეწყობისათვის. წიგნის შესაძენად შემოწირული თანხა სრულიად მოხმარდება მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს. შემოქმედი ჯგუფი მადლობას გიხდით ქველმოქმედებისთვის, ღმერთს ებარებოდეთ. ხო, აი ეს არის პრინციპში ის წიგნი, რომელიც გამოიცა აი ამისათვის. მაგრამ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ დღეს ადამიანებს წიგნები ნაკლებად აინტერესებთ. დღეს ადამიანებს ქველმოქმედება ნაკლებად აინტერესებთ, მათ უფრო ესაჭიროებათ პრესტიჟი. პრესტიჟი ასეთია, მეგობრებო. ილია მეორის მოვანათლინოთ ბავშვი. ილია მეორე არის ძალიან მაგარი. ილია მეორე აშენებს ეკლესიებს. ილია მეორე უვლის სახელმწიფოს კი არა და ერს. ილია მეორეს ყავს 50,000 ნათლული. აი ეს უფრო აინტერესებს დღეს საზოგადოებას. ამიტომაც დაგემხობათ თავზე სრულიად ყველაფერი, რაც ქვაზე დადებულა, როგორც ქრისტემ თქვა და ამინ ამენით იესო ქრისტე ესე ყოფილიყოს. მე კი გავაგზავნებ ჩემს სოფელში მდგარ ეკლესიის აღმართვას და ვნახოთ, აბა ისიც თუ დაინგრევა. არ გამოცადო ღმერთი, არ გამოვცადოთ ღმერთი, მეგობრებო, უბრალოდ გეტყვით რა. როგორც გინდათ რომ გელაპარაკოთ, ისე გელაპარაკებით. სხვანაირად არ გიყვართ თქვენ ლაპარაკი. სხვანაირად გონიათ რომ რაღაც ბანძობა. როგორც გითხარით, მეგობრებო, წიგნი არ ვიცელა, შემიძლია გამოგიგზავნოთ. აი ეს არ დავდე მაღაზიებში, იმიტომ რომ მაღაზიებში წიგნს დაადებენ ფასს და აქედან მიმომცემენ მხოლოდ 3 ლარს. 3 ლარი 3 ლარსაც არა, 1 ლარს, 1 ლარს, იმიტომ რომ გამოვითვალე, ხო? ამ წიგნის დაბეჭდა რაც დარჩა, იმის ნახევარსაც არ მაძლევენ მაღაზიებში რომ დავდო ეს წიგნი. გესმის და ამიტომ არც ის მინდა რომ ვივაჭრო ამ წიგნით და არც ის მინდა რომ თქვენ ვერ წაიკითხოთ ეს წიგნი. წარმოიდგინეთ, დაწერილი არის ჩემს მიერ. არ არის გადმოკოპირებული და გადმოთარგმნილი, როგორც დღეს ხდება ხოლმე და გამოუშვებენ წიგნებს და რაღაცა ის არა ქვე, წიგნი გამოუშვა, ხო? ერთადერთი წიგნი, რომელიც გამოუშვი და შემდეგ გვინანე რომ წიგნებს არანაირი ფასი არ აქვს და ამიტომ ენოქის წიგნი აღარ გამოუშვი მე და ვთქვი რომ არ მაინტერესებს, მე ვთარგმნი ამ ქმნილებას, ამ წერილს, ენოქის წიგნისას, ვთარგმნი და დავდებ სრულიად უსასყიდლოდ შეიძლება ადამიანს ნახოს ინტერნეტ სივრცეში, ხოლო წიგნს როგორც ასეთი გამოშვებას აღარ გავუკეთებ, იმიტომ რომ ხალხს ფეხზე კიდია წიგნები. ხალხს დღეს უფრო მუცელი აინტერესებს, როგორ შექმნას, როგორ გააკეთოს საჭმელი, რა საჭმელი გააკეთოს, რა ლამაზად გააკეთოს, როგორ კარგად მიირთვას, როგორ კარგად ჩათქვლიფოს. აი ეს უფრო აინტერესებს დღეს საზოგადოებას და მე მაგალითად ეგ საჭმელი საერთოდ, აი როგორც თქვენ წიგნი გაინტერესებთ, ისე მე საჭმელი მაინტერესებს. გესმით? აი ესეა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ მე ვის ველაპარაკები ხოლმე ჩხუბით და ვის ვამხელ ხოლმე რა, ვინც თქვენს თავზე მიიღებთ ამ ჩხუბს და გული დაგეწვებათ, რომ აი როგორ მელაპარაკება ეს გოგო და როგორ ლაპარაკობს ჩემზე, თქვენ. და ვინც ჩემს სიტყვას მიიღებს ისე, რომ ვეჩხუბები იმას, ვინც საჭუბარია, აი ის უკვე მაღლა ზემოთ საფეხურებზეა ასული. აქედან გამომდინარე მე ყველას არ ვეჩხუბები მხოლოდ აი იქ სადღაც ჭაობში მჯდარ ადამიანს. ხო და ვიღაცამ თქვა რომ აიო ამ პარტავნება ხო ძალიან შემიყვარდითო მე და შენ და შენი მეუღლეო, მაგრამ აი ამ პარტავნება იგრძნობა შენს გამონათქვამში. ჩემს გამონათქვამში კი არის იგრძნობა ამ პარტავნება. შენ მიხედე ჯობია ერის მამად წოდებულ უწმინდეს და უნეტარესი რომ ამ პარტავნებაში გიზის იმას. და მე ვიქნები ამ პარტავნებაში თუ არა, ეს შენ საერთოდ არ გავნებს. გესმის? თუ ძალიან შეგიყვარდით მე და ჩემი მეუღლე,
მაშინ გააკეთე ეგ რა, რაც გითხარი ახლა. მიხედე იმ კაცს, რომელიც ერის მამა წოდებული, ამ პარტავნობაში მჯდარი ოქროებში, მჯდარი ტრაკწმენდია ტიპია რა, რომ ტრაკს აწმენდინებს ადამიანებს. ახლა ვიღაცა გამოხდება და იტყვის, რომ როგორ ლაპარაკობს მოხუცზე. აი, მოხუცს.